მგონი კარგია. კარგია. თორე, მოდი აქ. ეხლა ვიწყებთ ვიდეოს გადაღებას. ჰინატა შენ მოემზადე ახალი რაღაცები და გასწავლო. იგი მოდი აქ. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. მე დავითი ვარ. ეს თორია. ეს ჰინატა. ესენი არიან ამერიკული ბულები. ესეთი კიდე მყავს სამი ცალი, რომელიც დღეს არიან ბაღში დატოვებულები. ხო, კიდე ერთი ნიუანსი. ცოტა ხნის წინ ჩატარდა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის მიერ გამოფენა ძაღლების, სადაც გავიყვანე თორო, ჰინატა და სეიკო და სამივემ ისეთი შედეგები დადეს, რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდი. სამივე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ანუ მანდ ისეთი სისტემაა, რომ შესაძლებელია, რომ რამოდენიმე ძაღლი გახდეს საქართველოს ჩემპიონი. თორი ორჯერ გახდა თავის ჯიშში საუკეთესო წარმომადგენელი, ერთხელ გახდა ჰინატა, ანუ სამდღიანი გამოფენა იყო და ასევე საუკეთესო ჯგუფში ცუგოს ტიტული მიიღეს ორჯერ თორიმ, ერთხელ ჰინატამ. მოკლედ ძალიან ბევრი წარმატებებით და მიღწევებით დაუბრუნდით ამ გამოფენებიდან. აგერ ერთ-ერთ თასს განახებთ. აი ესეთი თასი აიღო მაგალითად თორომ, აწერია აქ Best in Group და ოჩახთორი მაგარი ხარ. ესეთი კიდე ორი ცალი გვაქვს და ასევე გვაქვს ბაბოჩკების სამი ცალი, მაგას არ ვიცი რა ქვია. ხო, აი ამაზე უგულისხმობ, აი, ნახეთ რა ლამაზია. შენია ეს თორი კი ბატონო, ნამდვილად. ვისაც კი ზუსტად გაინტერესებთ თუ რა ტიტულები მიიღეს, Instagram-ზე მაგის პოსტები გვიდევს და ასე რომ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, ნახოთ და დალაიქოთ და გაეცვოთ მაგ ყველაფერს. ასე რომ გამოვკრებით Instagram-ზე. კიდე ერთი ნიუანსი, მეგობრებო. ამ მიკროფონს ალბათ ხედავთ, რომ შნურიანია. ალბათ ვიღაცებს გახსოვთ, რომ უშნურო მქონდა, რომელიც გვაჩუქა ნიკას აუტობლოგმა და აი უკან ვისაც ხედავთ. აი, ივან შეიწირა ის მიკროფონი. აიღო, დაღეჭა, თან აბსოლუტურად ყველა კომპონენტი დაღეჭა. მიმღები დაღეჭა, თვითონ მიკროფონი დაღეჭა, მიკროფონის გადამყვანები დაღეჭა, მიკროფონის მიმღებზე გადამყვანი შნური დაღეჭა. მოგეთ, ყველაფერი დაღეჭა. ახსენი შენი საქციელი, რო იმალები მანდ. მოდი. რატო დაღეჭე მიკროფონი? ახსენი, რატო დაღეჭე მიკროფონი? ეგ არ არის კარგი მიზეზი. ასე რომ ძალიან დიდი ბოდიში ნიკას და ანას რომლებიც გვაჩუქეს მიკროფონი და ბოდიშის მოსახდელად შეგვიძლია შემოგთავაზოთ კარგი ემოციების გამოგზავნა და ასევე რამოდენიმე მაინც გადადიდეთ და subscribe-ეთ ნიკა რომ ეს ჩვენეთი არ გაგვიგრასდეს. კარგი, დღევანდელ ვიდეოს რა შეეხება? დღეს ჰინატას უნდა ვასწავლო ადგილზე დარჩენა, აი ამ შტერს და თქვენს აგიხსნათ თუ როგორ ხდება ეგ ყველაფერი. თორიმ და სიფი მეგიციან, თითქმის იდეალურად, ანუ 90%-ზე მაღლა, რაც შემიძლია თქვა. ხო და ჰინატას ჯერის დადგა, იმიტომ რომ ისეთ სიტუაციებში, როცა მჭირდება, რომ ჰინატა ადგილიდან არ გაინძრეს, მაგალითად ფოტო რო გადავიღო, ეს პირველი არის ხოლმე, რომელიც გამობოჯიალდება იქიდან და ვერ ვიღებ ფოტოს ნორმალურს. ასე რომ დღეს ჰინატას ვასწავლეთ თუ როგორ დაჩეს ადგილზე. ამისათვის დაგვშვიდება სნექი, რომელსაც ეხლა შემოვიტან. სნექის ადგილზე ყოველ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ამათ თავის საჭმელს, იმიტომ რომ ამათ თავის საჭმელი ძალიან უყვართ და ეგეც საკმარისი მამოტივირებელია იმისთვის, რომ რაიმე დამიჯერონ და გააკეთონ. თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვენი ძაღლებისთვის გამოიყენოთ რაიმე განსხვავებული საჭმელი, რომელიც მათ ეჭმევათ და მისი ჭამა უხარიათ, რომ ხალისი ქონდეთ რაიმე დავალების სწავლებისას. მოვიტანეთ მეგობრებო სნექი, უკვე მზად არიან ესენი სწავლებისთვის, თორიმ იცის, მაგრამ თორსას დავტოვებს და დაეხმარება ჰინატას რომ ასწავლოს როგორ გააკეთოს ყველაფერი იდეალურად, ხო შემოსიყვარულო. კი ბატონო. ეხლა ცოტა უკან გავიწევი და ნელა დავიწყებ ახსნას თუ როგორ ვასწავლოთ ძაღლს ადგილზე დარჩენა. სანამ შნურიანი მიკროფონი მოწდება, იქამდე გავიწევი. დარჩენამდე ჯერ მარტო დაждდომა მაინც უნდა იცოდეს, რომ რაღაც პოზიციაში გავაჩეროთ. პრინციპში დგომში შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რო გააკეთოთ, ან წოლით პოზიციაში. ხო და ვისაც დაждდომისთან დაწოლის სწავლა გაინტერესებთ, აგერ იქნება მაგის ლინკები, ასე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ უყუროთ. კარგი, აჩღება ბრძანებას. შეგიძლიათ არჩიოთ თქვენთვის შესაძლებელი სიტყვა, მოცემ მომენტში მე ავირჩევ დარჩის. აქამდე მქონდა სიტყვა იყავი გამოყენებული, თუმცა ეს იყავი იდეალურად არ დავამახსოვრებინე, ანუ ცოტა ცუდი ინტერპრეტაციით დაიმახსოვრეს, ანუ იდეალურად ვერ ისწავლეს და კახასთან მიღებული გამოცდილების შემდეგ უკეთესად მასწავლა თუ ეს ყველაფერი როგორ გავაკეთოთ და ეხლა მე თქვენ გაგიზიარებ. აქვე დავძენ რომ მე არ ვარ პროფესიონალი, მე ვარ ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი მიიღო თავისი პირადი გამოცდილებით. ამ ყველაფრის ცოდნა. ასე რომ როგორც პროფესიონალს არ მენდოთ, მაგრამ თუ ვინაც ისე მენდეთ და შეგიძლიათ თქვენ სადოთ. კარგი, დარჩენის სწავლება იწყება ძალიან მარტივი დავალებით, ასე ვთქვათ. რა პოზიციაში კი დატოვებთ ძაღლს, ეუნებით სიტყვა დარჩის, არ ინძრევით ადგილიდან და უბრალოდ ძაღლი ცოტა ხანი უნდა გაჩერდეს იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც იყო. და ეგ იქნება პირველი წახალისების მომენტი, როცა მაგას შეასრულებს. დაჯე? ჰინატა. და მე ხა ვერაფერს ვერ ვასწავლი ვატყო. დარჩი. აი საიდან მოიტანა თუ ვიცოდე. ჰინატა, დარჩი. კოჩა. ცოტა ხანი გაჩერდა ადგილზე, მივეცით ჯილდო. დარჩი. კოჩა. ამას ვაგრძელებთ და ვიმეორებთ ხშირად, რომ
ჯერ დარჩენაზე მივხვდეს რომ არ უნდა გაინძრეს. დარჩი? ყოჩა! ო და არ მომწონს რომ საჭმელზე მიყურებს, მინდა რომ მე მოგაქცევს ყურადღება. დარჩი? თუ სიტყვაზე შეიცვლის პოზიციას, ყოველ შემთხვევაში სწავლების დროს ძაღლი შეიცვლის პოზიციას, არ უნდა დააჯილდოთ მაგ მომენტში, იმიტომ რომ სიტყვაზე ეხა რომ დაწვდა მე მაგ დროს ჯილდო მიმეცა, ეგონებოდა რომ დარჩი ნიშნავს სიტყვა დაწოლას. და შესაბამისად დაუურებთ მაგ ბრძანებებს ერთმანეთში. კინატა დაჯე. ყოჩა, დარჩი? ყოჩა! კარგი გოგო ხარ. ჯერ დიდხნიან დავალდებას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ დიდხანს რო ხმას არ ვიღებ, ჰინატას გორდიან რომ რაღაცა სხვა უნდა გააკეთოს და ცდილობს ყველაფრის გაკეთებას, რაც იცის, რაც არის რეალურად დაწოლა ან დაჯდობა, მეტი არაფერი იცის. გაჩე! თორი, უკან ცოტა, უკან. თორი, უკან. დარჩი? ყოჩა! დარჩი? ყოჩა! კიდე ერთხელ ცოტა, დარჩი? ყოჩა! აი ნახევარი წამებით უმატებ დროს, რო ხმა არ ამოვიღო, გაჩერდეს ადგილზე და მე ვაჯილდოვებ. ო, საჭმელში მიყურებს, ეს არ მომწონს. დარჩი? აი, ასე შტებ, გაჩერდი. დაჯე. ყოჩა, დარჩი? კიდე ვირევი ახლა. დაჯე. გაჩერდი შეცანცარა. დარჩი. ყოჩა, აი ესე, არ უნდა გაინძრე პროსტა რა. კარგი, ეხლა შემდეგი ნაბიჯი არის, ფეხზე ავდგები და ისე გავაკეთებინებ ცოტა ხანი იგივე მოძრაობას. კარგი, მე კადრში აღარ გამოჩნდები, მაგრამ არა უშავ თავარია ძაღლები გამოჩნდებიან. დარჩი? ყოჩა. დარჩი? ყოჩა. ანუ უბრალოდ ძაღლი უნდა მივხვდეს რომ არაფერს არ უნდა აკეთებს ამ დარჩენის დროს. ჩემ ხელებს კი ხედავთ, მე ვერ ხედავთ. დარჩი? ყოჩა, აი დროც გაუზარდეთ. კარგი, ეხლა შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ნაბიჯი გადავდგათ უკან ამ დარჩის თქმის მერე. ანუ დისტანცია გავზარდოთ. დარჩი? ყოჩა, აი ესე. ნაბიჯი ერთი უკან გადავდგი, არც ერთი არ გაინძრა, ეგ არის იდეალური ვარიანტი, რაც ჩვენ გვინდა რომ გააკეთო. კარგია, მოდი ეხლა ორი ნაბიჯი გადავდგათ უკან. დარჩი? ყოჩა, აი ესე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვახალისებ საჭმელს და სიტყვიერათაც აუცილებლად. აქვე კიდევ ერთი ნიუანსი, შეგვიძლია ჟესტი დავამატოთ და ჟესტს ამ შემთხვევაში ვამატებ უბრალოდ ხელით, აი ესე გაჩერება. სტოპი რა, მოკლედ. დრაგიდა. კარგი, ეხლა ჟესტსაც დავუმატებ. დარჩი? და დროს გავუზდი ლოდინისას. ყოჩა, აი ესე, ძალიან კარგი იყო. ეხლა თავარი იდეა უკვე მიხვდით როგორ ხდება ყველაფერი. ამის რა თქმა უნდა შემდეგი ნაბიჯები იქნება ის, რომ უფრო გაზარდოთ დისტანცია ძაღლსა და თქვენ შორის, რა თქმა უნდა გაზარდოთ დრო, დაჯილდოებას და დავალების მიცემას შორის. ეგ იქნება ამის შემდეგი ლეველი, რა თქმა უნდა, და საბოლოოდ უნდა შეგიძლიათ რომ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ პოზაში ძაღლმა უნდა დაგიჯეროთ და დარჩეს ერთ ადგილზე. ეხლა რატო გვჭირდება ეს ბრძანება? არის შემთხვევები, როცა სიტყვაზე ძაღლი შეიძლება სიტყვაზე აშვებული იყოს, თქვენი თუნდაც ვიღაცის და სახიფათო სიტუაცია როა შეიქმნას, შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ ეს ბრძანება, რომ ძაღლი ადგილიდან არ გაინძრეს. ან შეიძლება სიტყვაზე თოკიდან გაგეცეთ და ქუჩაზე რო არ გადავიდეს ძაღლი, უთხრათ სიტყვა დარჩი, გაჩერდება და დაგილოდებათ იმ ადგილას, სადაც იქნება. კარგი, ეხლა ეს რაც ვასწავლე ჰინატასთვის საკვარისია დღეისთვის და ეხლა მინდა განახოთ ამის შემდეგი ლეველები, რაც თორი მიცის, რაც კახასთან ერთად ვისწავლეთ და თქვენ შეაფასებთ თუ რა ლეველზე შეიძლება აიყვანო ეს ბრძანება. ამისათვის მიკროფონს მოვიხსნი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დისტანციის გავლა მომიწევს. ჰინატამ ხელი რო არ შეგვიშალოს, ცოტა ხანი გალიაში შევუშვებ. სხვათა შორის ამ გალიას ვერ მოკითხა თუ რატო იყენებო, აქვე გეტყვით რომ ეს გალი არის იმისთვის, რომ ძაღლს ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე. და პლუს კიდე მე ვწირდება გამოსაყენებლად, როცა სიტყვაზე საფრთხიდან გავდივარ რაღაც პერიოდის მანძილზე და ჭირდება რომ ესენი ცალკე იყვნენ. ან სიტყვაზე რომელიმე წამალი დავასხი ზურგზე, რაც ცხილის წამალია, მაგალითად დარმინდა რომ ალოკონ და ამ შემთხვევაში ვაცალკევებ ხოლმე და კიდე ბევრი უსაფრთხოების მიზნით. და ხო, პირველ რიგში მთავარია ის, რომ ეს გალია არის ძაღლებისთვის ერთ-ერთი პირადი სივრცე. ეხლა მე თორს დავაჯენ აქ და გაჩვენებ თუ როგორ იცის თორი მეწარე. თორი მოდი. თორი. დარჩი.
ხოჩა, კარგი ბიჭი ხარ, ხოჩა. ხო, ანუ თორი მეძება ძალიან კარგად იცის. მოკლედ, როგორც ვნახეთ, თორი ეს საერთოდ სხვა ლეველზე იცის და ეგ ლეველიც კიდე საკმაოდ რთული სასწავლებელია, მაგრამ პრაქტიკაში თორემ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ისწავლა და გამოუვიდა, იმიტომ რომ ჭკვიანი კაცუნა. ხო, ჰინატამას დღეს სხვადასხვა მე კმაყოფილი ვარ ჰინატას პროგრესით, იმიტომ რომ აბის ცანცარობა რო ვიცი, არაფერი არ გამოსდის ხოლმე და სულ მაიმუნობს და მე ველოდები თქვენ ვიდეოებს თუ როგორ ასწავლით თქვენ ძალს ამ დავალებას და ინსტაგრამზე ჩამიგდეს ვიდეოები ავტოქთავ სტორებზე. იმედი მაქვს რომ გასაგებად ახსენე ყველაფერი და გამოგადგებათ რასთავარია ამ დავალების სწავლა თქვენი ძალისთვის. ჰინატა მოდი დავემშვიდობოთ. მოკლედ მეგობრებო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დღეისთვის და გემშვიდობებით. ნახვამდის. ყველა ზაღლი გამექცა. ყოჩა, ჰინატა, შენ თუ რამე თუ შევიდო და თუ მეგონა საერთოდ.